მე გახლავართ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი. შესაბამისად კარასინი არის იგივე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი. და მე დაურეკე სწორედ ამ ამპლუაში მას და გამოთქვი შეშფოთება და პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა გასულ პარასკევს, როდესაც ახალი ბანერები დაამონტაჟეს რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ძალიან ახლოს მთავარ მაგისტრალთან და მოაქციეს ოკუპირებულ ზონაში პალკო-სუფსის მილსადენი და უთხარი, რომ მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს ჟენევაში კონსტრუქციულ დიალოგს. ჟენევის მოლაპარაკებები ისედაც რთულად მიმდინარეობს, ძალიან პოლიტიზირებულია, ძალიან დაპირისპირებული პოზიციებია და ჩვენ დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ რაუნდები შედგეს და იქ იყოს დიალოგი, შეიძლება ის დაგვარად კონსტრუქციული დიალოგი, შედეგზე ორიენტირებული და ესეთი ქმედებები რუსეთის მხრიდან ნამდვილად არ უწყობს ამას ხელს. ეს იყო ჩემი სატელეფონო ზარის აზრი. განხილვის თემად ეგეთი არ ყოფილა, მე ჩემი პროტესტი გამოთქვი. თავის მხრივ კარასინმა აღნიშნა, რომ ეს ბანერი არ არის ახალი, ეს ადრე იყო დადგმული და შემდეგ ვიღაცებმა ის მოხსნეს და თავიდან დაამონტაჟეს. რაზეც უთხარიო ჩვენი ინფორმაციით ეს ბანერი იყო გაცილებით უფრო სიღრმეში და ეხლა ახალი ბანერი აღმოჩნდა 300 მეტრით წინ წაწეული და ამიტომ მიუახლოვდა ავტომაგისტრალს და ამიტომ მოაქცია ამ ოკუპირებულ ზონაში მილსადენი. არის განხილვა იმისათვის, რატო მოაწურეს იქიდან არ ყოფილა. უბრალოდ ჩვენ ჩემი პოზიცია აღნიშნა, იმან თავისი პოზიცია. ჩვენ თქვით, რომ ყველა კონტაქტს და პლატფორმას ვიყენებთ. დავით დონდოა და კარასინი არიან პარტნიორები ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში. შესაბამისად, ეს არის ის კონტაქტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინათ და ამის თაობაზე პირდაპირ ინფორმაციის მიწოდება იყო გადაწყვეტილი. შესაბამისად, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. სატელეფონო საუბარი შედგა და პირდაპირ ჩვენი ყველანაირი წუხილის საგანი შეშფოთება და ასევე ამ დარღვევის შესახებ პირდაპირ მიეწოდა ჟენევაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის პარტნიორს რუსეთში.